მიხეილ სააკაშვილზე შიდაძემის გამოცხადებას იხმაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, პროკურატურა მიყვება პროცედურას და ყველაფერს აკეთებს, რასაც კანონი ითვალისწინებს. დღესვე პრემიერ-მინისტრი ექს-პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოიხმაურა და მას ტიპიური დიქტატორის განცხადებები უწოდა. მისივე თქმით, მასაჟისტის მომსახურება არ შეიძლება იყოს აღქმული როგორც მსოფლიოში მიღებული ნორმა და მას როგორც რიგით მოქალაქეს რცხვენია, რომ ქვეყანას სამარცხვინო პრეზიდენტი ყავდა. საქართველოში დასრულდა განუკითხაობის და დაუჟელობის ეპოქა. ყველას მოეთხოვება სათანადო პასუხი და ყველა მოქალაქე იქნება თანასწორი კანონის წინაშე. იქნება ეს პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე თუ ნებისმიერი სხვა მოხელე. ეს არის სირცხვილი უბრალოდ, სირცხვილი ჩემთვის როგორც რიგითი მოქალაქისთვის, რომ ჩვენ ყავდა სამარცხვინო პრეზიდენტი, რომელიც საკუთარ ფუფუნებაზე ხალხის ფულიდან, ხალხის ჯიბიდან ამოღებულ ფულს ხარჯავდა. მილიონობით ფულს. ამაზე როგორ შეიძლება რომ ადამიანს ჰქონდეს განსხვავებული რეაქცია და როგორ კადრულობენ უბრალოდ, როგორ ბედავენ, გამოდიან დღესაც მისი გუნდის წევრები და ცდილობენ ხალხს კიდევ ნაცარი შეაყარონ და თქვან რომ ეს ყველაფერი იყო ნორმა. და თუნდაც სოფლიოში არის მიღებული პრაქტიკა. ამაზე მე სხვა კომენტარს ვერ გავაკეთებ, ამაზე პასუხს გასცემს პროკურატურა და საგამოძიებო ორგანოები.